რაც ახლა მოგიყვები, ეს ინფორმაცია აუცილებლად შეინახე და ასევე გაუზიარე ოჯახის წევრებიდან განსაკუთრებით დედას. არასდროს გამოიყენო საკვებად ისეთი კარტოფილი, რომელსაც დაწყებული აქვს გამწვანება ან დაწყებული აქვს გაღივება. გაღივება გულისხმობს, რომ კარტოფილის გორგალზე გაჩნდა ყლორტები, აი მცირე ზომის ნორჩი გამონაზრდები. ეხლა ნახე რა ხდება, თუ თქვენ გამწვანებულ ან გაღივებულ კარტოფილს მაინც მოიხმართ, მასში თქვენ შეხვდება ძალიან მაღალი კონცენტრაციით ტოქსიკური გლიკოალკალოიდი, რომელსაც ქვია სოლანინი. ეს ტოქსიკური ნივთიერება ადამიანის სხეულში ორი სახის დარღვევას იწვევს. ერთი მხრივ ის აზიანებს ჩვენი უჯრედების მემბრანებს. განსაკუთრებით საჭმლის მონელებელ ტრაქტში. ამიტომაც არის, რომ ამგვარი კარტოფილის მოხმარებიდან 8-12 საათში ადამიანს ეწყება გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი და შეიძლება ჰქონდეს სიცხეც. ეს შეიძლება აგერიოს ინფექციაში, მაგრამ ეს ინფექცია არ არის, ხო ხედავ, ამ შემთხვევაში მოწანული ხარ. და მეორე, ის სოლანინი ჩვენს სხეულში ასევე ბლოკავს აცეტილქოლინესტერაზას ჩვენს ნერვულ სისტემაში. ამიტომაც არის, რომ გამწვანებული ან გაღივებული კარტოფილის მაღალ დოზებში მოხმარებისას ან პატარა ბავშვებზე მიცემისას, ამას შეიძლება გამოიწვიოს, თქვათ, ჰალუცინაციები, ცნობიერების დაბინდვა, ასევე სუნთქვის გაძნელება და მძიმე შემთხვევებში აღწერილია პაციენტის გარდაცვალებაც კი. ასე რომ ამგვარ კარტოფილს უნდა მოერიდო ყველა შემთხვევაში. ეხლა თუ ფიქრობ, რომ ამ კარტოფილს ეხლა თქვათ კარგად შეწვავ ან კარგად მოხარშავ და ასე სოლანის გაანეიტრალებ, ეს სამწუხაროდ არ მოხდება. სოლანინი ძალიან მდგრადია ტემპერატურის მიმართ და შეწვისა და მოხარშვის შემთხვევაში სულ ოდნავ მცირდება, მაგრამ ტოქსიკურობას მაინც ინარჩუნებს, ამიტომ ესეთი კარტოფილი არ უნდა გამოიყენო რა. ეხლა თუ სიტყვაზე სახში მეტი სხვა კარტოფილი აღარ არის და სხვა საკვებიც აღარ არის და მეტი სხვა გზა არ არის, ნუ გინდა თუ არ გინდა, მაინც და მაინც ეს კარტოფილი უნდა გამოიყენო, სიგიჟეა, არ გირჩევდი, მაგრამ ეს მწვანე ნაწილი ყოველ შემთხვევაში ბოლომდე მოაშორე და ასე მოაშორე ეს ყლორტებიც, მაგრამ თუ ესეთი კარტოფილი ხელის მოკიდებით რბილია და მყარი არ არის, ამ შემთხვევაშიც კი არ გამოიყენო, რბილი კარტოფილი კატასტროფა, ის არ უნდა გამოიყენო, გულისხმობ გამწვანებულ და გაღივებულ შემთხვევაში. კარტოფილი საბოლოო ჯამში რო არ გამწვანდეს და რო არ გაღივდეს, ყველაზე სწორი იქნებოდა რომ შეგენახა ის ყოველთვის ბნელ და გრილ გარემოში. რა თქმა უნდა, მაცივარს არ გულისხმობ, მაცივარში ნახვა კარტოფილის არ შეიძლება, ის უნდა შეინახო გრილ და ბნელ გარემოში. მადლით დარჩები თუ, რა თქმა უნდა, ამ რჩევას ასევე გავაზიარებ დედას და სხვებსაც, იმიტომ რომ ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, შეიძლება ეხლა თქვენ ეს იცით ეს საკითხი, მაგრამ შეიძლება სხვებმა არ იცოდნენ და ამიტომ მათ ეს დაეხმარებათ, რომ უბრალოდ სხეული არ გადატვირთონ აი ამ ტოქსიკური გლიკოალკალოიდით.